სინდისის პატიმრების პროცესები გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. განიხილავენ ექიმ გიორგი ახობაძის საქმეს. ხდომაზე მტკიცებულებებს იკვლევენ, იკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. მას ნარკოდანაშაულს ედავებიან. იმავე ბრალდებით ასამართლებენ სინდისის კიდევ ერთ პატიმარს თედო აბრამოვს. ოცნების პროკურატურა ახალგაზრდა კაცს კლუბური ნარკოტიკის ფლობას ედავება. თუმცა ოცნების პროკურატურას ბრალდებულების წინააღმდეგ არც ვიდეო მტკიცებულებები აქვს და არც ნეიტრალური მოწმე ჰყავს. დღეს განიხილავენ ასევე სინდისის კიდევ ერთი პატიმრის საბა ჯიქიას საქმესაც. ახალგაზრდა კაცს სპეცრაზმელისთვის წიხლის ჩარტყმას ედავებიან. გიორგი კვიჟინაძე მიცის დეტალები ამ პროცესებიდან, ის გვერდდება სასამართლოდ. ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო სამართლიანობისთვის შექმნეს და მაშინ, როდესაც სასამართლო დარბაზებში სამართლიანობას ვერ პოულობ, ეს სამართალი სხვაგან იძებნება. ეს სიტყვები ექიმ გიორგი ახობაძეს ეკუთვნის, რომელსაც რეჟიმი უვადო პატიმრობას უპირებს. გიორგი ახობაძემ სასამართლო პროცესი ასევე მათე დევიძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ხშირად უნდა ისმოდეს მათეს სახელი საზოგადოებაში. რაც შეეხება საქმის განხილვას, დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს კვლავ სასამართლო პროცესზე. ესენი იყვნენ პოლიციის წარმომადგენლები, რომლებმაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გიორგი ახობაძის საქმეზე გამოიკითხნენ პოლიციელები, რომლებმაც უშუალოდ ჩაატარეს ჩხრეკა და ასევე შეადგინეს პატაკი და ამ პატაკს მოაწერეს ხელი. პატაკში საკმაოდ საინტერესო რამე უწერიათ პოლიციის წარმომადგენლებს, რომ როდესაც ახობაძის ჩხრეკა დაიწყეს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე არ არსებობდა არანაირი ტექნიკური საშუალება იმისა, რომ მოეხდინათ ამ ჩხრეკის და საგამოძიებო მოქმედებების ვიდეო გადაღება, თუმცა დღეს, როდესაც დაიკითხა პოლიციელი, რომელიც ამ პატაკს აწერს ხელს, განაცხადა სასამართლოს ხდომათა დარბაზში, რომ მას და სხვა პოლიციელებსაც ჰქონდათ მობილური ტელეფონები, ანუ მათ შეეძლოთ, რომ გადაიღოთ გიორგი ახობაძეს ჩხრეკის პროცესი, თუმცა ეს არ განახორციელეს. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მათი ეს განცხადება და პატაკი, რომელზეც ხელი მოაწერეს, არის ურთიერთგამომრიცხავი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცრუ პატაკი იქნა შედგენილი და ცრუ პატაკს მოაწერეს პოლიციის წარმომადგენლებმა ხელი. განცხადებით ვიდრე ამოვეხმაუროთ მათეს და ასევე ვიდრე ყველას მოგიწოდოთ ის, რაც მათი შემთხვევაში ემოცია ნახეთ, ამ ემოციით არის მისი თაობის ეხლა ამიტომაც არის დაჭერილი ალბათ ყველა, იმიტომ რამდენიმე შეხედვა მქონდა პერიოდულად მათ იმედაცრუების მომენტები აღწევდა და თხოვნა მექნება, რომ იქნებ მათი სახელები ნახოთ, რომელიც მაგასაკის საცადო გადაინაცვლოთ და იქნება ეს ეთერებში სხვაგან გამახსენებულად მათი სახელები ახსენოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენი სახელი გესმის, შენი თანამებრძოლები და თანამებრძოლებიდან ეკრანები და რაც შეეხება პროკურორებს, გამომძიებლებს და იმ მოსამართლეებს, რომლებმაც საშუალება არ მიცეს ამ შეკითხების საქმის რეალური გაემოებების ფილებისთვის, მე მათ მინდა ესეთი რაღაცა უთხრა, რომ ზოგადად ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იყო შექმნეს, რომ სამართლის გაყენება ბევრი წესებით არ გამხდარია. როცა სასამართლო დარბაზებში სამართლის პოვნა არ შეუძლებელი, ადამიანი ისეთი არსება, რომელიც ამ სამართალს აუცილებლად ეძებს და პოულობს. და თუ სასამართლო დარბაზში ამ სამართლის პოვნა არ შეიძლება, ის სამართალი სხვაგან ეძებდა. საინტერესო იყო ის გარემოება, რომ ამ ორმა მოწმებაც, როგორც ყველა დანარჩენმა მოწმემ ამ სისხლის სამართლის საქმეში დაადასტურა, რომ ჰქონდათ მობილური ტელეფონები, რომელსაც აქვს ვიდეოს გადაღების საშუალება, ასევე დაადასტურეს, რომ მობილური ტელეფონი არის ტექნიკური საშუალება, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ოქმებზე, რომელსაც გაეცნენ და ხელი მოაწერეს, როგორც ამბობენ, წერია ოქმებში, რომ ტექნიკური საშუალება არ გამოყენებულა, რადგან ტექნიკური საშუალება არ არსებობდა ჩხრეკის დროს, ყველა მოწმე, მათ შორის დღეს დაკითხულმა მოწმემა დაადასტურეს, ტექნიკური საშუალებები იყო, ტექნიკური საშუალებები ჰქონდათ მობილურები, რომელიც იღებდა ვიდეოს, ვიდეო მაინც არ გადაიღეს და ხელი მაინც მოაწერეს ამ ოქმებს და ადასტურებენ ამ ოქმების ისტორიას. ექიმ გიორგი ახობაძეს ქართული ოცნების პროკურატურა ნარკოდანაშაულს ედავება. ამავე ბრალდებით აკავებულია სინდისის კიდევ ერთი პატიმარი თედო აბრამოვი, რომლის სასამართლო პროცესიც გაიმართა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. აქაც ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაიხსნა სასამართლო პროცესი, გამოკითხეს პოლიციელები, რომლებიც მონაწილეობდნენ თედო აბრამოვის ჩხრეკასა და დაკავებაში. სასამართლო პროცესზე დაკითხეს პოლიციელი გახარია, რომელსაც დაუსვა
თავად თედო აბრამოვმა კითხვები თუ რატომ არ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები ისეთ ადგილას, სადაც სათვალთვალო კამერები იყო დამონტაჟებული, რომ ქონოდა პოლიციას ნეიტრალური მტკიცებულება, ანუ ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაადასტურებდა ნამდვილად იმას, რომ თედო აბრამოვს ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება და რომ ის პოლიციამ არ ჩაუდო მას. ასევე არ არსებობს არც თედო აბრამოვის საქმეში ნეიტრალური მოწმე, რომელიც დააკვირდებოდა ჩხრეკისა და ნარკოტიკული საშუალების ამოღების პროცედურას, რაც ეჭვებს და ვარაუდებს აჩენს და ამყარებს იმისას უფრო, რომ თედო აბრამოვს პოლიციის წარმომადგენლებმა ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვითომდა თედო აბრამოვის ჯიბიდან ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ამოვიდა, ეს არის ნერწყვის კვალი თედო აბრამოვის. შესაბამისად, როგორც აბრამოვი აცხადებს, მას იძულებით აუღეს ნერწყვის ნიმუში, რომელიც შემდგომში იმ პაკეტზე გადაიტანეს, რაშიც იყო სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება მოთავსებული. გამოდის, რომ თედო აბრამოვსაც ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს პოლიციის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც გიორგი ახობაძეს. მიიღეთ თუ არა ზომები და რა ზომები მიიღეთ, რომ ვიდეო გადაღება მომხდარიყო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პირადი ჩხრეკის და დაკავების დროს. ჩემს თანამშრომელთან ვინც უშუალოდ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში, მქონდა სიტყვით კომუნიკაცია, იყო თუ არ იყო იმ ადგილას ისეთი კამერა დამონტაჟებული, რომელიც უშუალოდ პირადი ჩხრეკის მიმდინარეობას ასახავდა. ამაზე განაცხადეს, რომ ესეთი კამერა არ იყო. ესეთი კამერა რო ყოფილიყო, ამოვიღებდი ამ კამერას ჩანაწერებს და დაუთავდი სისხლის სამართლის საქმეს. დებოდის მოხდა სულ წესიურად შეიძლება თქვა, ანუ თუ კარგად დაინახავდნენ მე თავისუფლად შეეძლო თუ უბრალოდ კამერა იყო 2 მეტრის მოშორებით და რატომ არ გააკეთეს ზოგადად ზოლოსტიკის მაღაზია. ხო წარმოგიდგენთ, ბატონო, ჩვენ ზოლოსტიკის მაღაზიიდან თუმცა როგორც განმარტება ბატონო უშუალოდ პირადი ჩხრეკის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეო კამერა არ მოიპოვებოდა, ხვდებით? ბატონო ფედერალო. ანუ უყურეთ ამ შეიძლება ის დროსაც შეგეძლო დროს იკითხებით ბატონო. ქალბატონო ინგამ წარმოუდგინა ეგ ვიდეო კამერა. იქ მდებარე კამერასთან რაც უბრალოდ შეეძლო ძალიან მაგალითად გაიგეთ. 2 მეტრის ხო, არ ვიცი, ვერ გეტყვის. დღეს საქალაქო სასამართლო საკმაოდ დაატვირთულია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვით და სასამართლო პროცესებით, მაგალითად დავით ხომერიკის სასამართლო პროცესის გაიმართა დღეს, რომელსაც ედავებიან თითქოს და აფეთქებას აწყობდა ახალგაზრდა კაცი, ასევე საბაჯიქია სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც ედავებიან პოლიციაზე თავდასხმას. ასეთია მოკლედ თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული ვითარება. ერთი მეორეს მიყოლებით ტარდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.